აღარ დარჩა ალბათ მიანი, არ ვიცი ქართულიოც მე ვფიქრობ, რომ რაღაცა ნაკლებად ვიარა სიმართლე რომ გითხრათ, რომ ვინმე არსებობს, ვისაც დღეს ჯერა, რომ ეს ხელისუფლება არის, ასე ვთქვათ, იმ დღის წესრიგის, რომ ცდილობს დასავლეთთან ურთიერთობებისგან გადატვირთვას, ან რაღაცა გამოსწავლის მოძებნას იმ უმძიმესი კრიზისიდან, რომელშიც არის შესული ქვეყანა. ვფიქრობ, რომ ამისი თავის მოტყუების შესაძლებლობა სულ უფრო ნაკლებს უდავებს ივანიშვილის რეჟიმი ქართულ ხალხს, მათ შორის საკუთარ მომხრეებსაც და შესაბამისად პირველ რიგში მათმა მომხრეებმა უნდა იცოდნენ, რომ ის ფაქტიურად ღია დაპირისპირება, რომელშიც არის შესული ეს რეჟიმი ევროკავშირთან, შესული არის დასავლეთთან, სამწუხაროდ დაუჯდება ძალიან ძვირი საქართველოს ყველა მოქალაქეს იმ პირველ რიგში იმით, რასაც ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში, მზარდი სიღარიბე, მზარდი უპერსპექტივობა, მზარდი უმუშევრობა, რომელიც შეეხება საქართველოს უყრდნობელი ყველა მოქალაქეს მნიშვნელობა არ აქვს მას, მან ვისმის სახმა. ამიტომ ეს, ასე ვთქვათ, მე ყოველთვის ამას ვამბობდი ყველა მოძრაობასთან დაკავშირებით, რომელსაც რაღაცა თითქოს ქმნიდა ეს რეჟიმი, რომ სურს დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვა, რომ არანაირი შედეგი ამას არ მოყვებოდა მარტივი მიზეზით, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებას რეალურად არ აქვს სურვილი, რომ მიაღწიოს ამ გადატვირთვას, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ჩვენ ეს ვიზიტიც, რომელიც განხორციელდა საქართველოში, მე დავარქმევდი ამას ტექნიკური თანამშრომლობის რაღაცა ფარგლებში განხორციელებულ ვიზიტს, იმიტომ რომ თანამშრომლობა ცხადია, რომ არსებობს ყველა ქვეყანასთან, მიუხედავად მათი რაღაც მართვის რეჟიმისა, მაგრამ ის, რომ არანაირი რეალური პოლიტიკური თანამშრომლობა დღევანდელი ადმინისტრაციის პირობებში, რომელიც უკვე 2 წელიწადია მართავს რეალურად ამერიკის შეერთებულ შტატებს და ივანიშვილის რეჟიმს შორის არ არსებობს, ძალიან ნაცვლად დავინახეთ ჩვენ ეს, დავინახეთ მათ შორის იმით, რომ არც, ასე ვთქვათ, უფრო მაღალი დონის ვიზიტები არ ხორციელდება და ამ ვიზიტის დროსაც პოლიტიკური შეხვედრა შეიძლება ითქვას, რომ გაიმართა სწორედ ოპოზიციასთან და არა ხელისუფლებასთან, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეს არის ტექნიკური, ასე ვთქვათ, თანამშრომლობის საკითხი, რაც მოხდა, თუმცა საინტერესო იყო ის, რომ ანაკლიის სპორტი პროექტი, რომელიც მოკლა ქართულმა ოცნებამ, პროექტი, საიდანაც განდევნა ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესები, როგორც ყოველ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ამ თემის გააქტიურებას მე როგორც ვხედავ, მაინც აპირებს შესაძლოა განიხილოს ივანიშვილი ერთადერთი მიზეზით, თუმცა ეს ამას არაფერი კავშირი არ აქვს საქართველოს მოქალაქის ინტერესებთან, ერთადერთი მიზეზით, რომ გამოივაჭროს სავარაუდოდ საკუთარი თავის ინტერესები კი ბატონო, აი ეს არის მნიშვნელოვანი აქცენტი, რასაც თქვენ საუბრობთ ახლა კაპიტან სალომე. პიტერ ანდრეოლის ვიზიტი კი გვაჩვენებს ნამდვილად, რომ მთავარი ინტერესის სფერო ეს არის ანაკლიის სპორტი რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, შეერთებული შტატების ინტერესი იყო ყოველთვის ისედაც ანაკლიის სპორტი, მაგრამ ამ ვითარებაში ალბათ განსაკუთრებულად და ხაზგასმულად ამერიკის კონგრესში დღეს ცნობილი გახდა იმ დოკუმენტის შინაარსი, რომელიც არის უკვე დარეგისტრირებული და აქაც ლაპარაკია კავკასიაზე ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი და ჩვენ ვიცით რუსული და ჩინური ინტერესები სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებთან დაკავშირებით რამდენად მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის, მაგრამ აი როგორც თქვენ თქვით, კაპიტან სალომე, შეიძლება თუ არა ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ეს თემა, სწორედ აი ეს ინტერესი შეერთებული შტატების გამოიყენოს იმისთვის, რომ მან, როგორც ახსენეთ, თქვენ გამოივაჭროს რაღაც მნიშვნელოვანი, რაც მას სჭირდება ახლა ამ მოცემულობაში, ამ პოლიტიკურ მომენტში. ხო, ერთი რამ არის ფაქტი, რომ განსაკუთრებით იმ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელიც დღეს არის შექმნილი ჩვენი რეგიონის გარშემო, ტრანზიტულ შესაძლებლობებს და შავი ზღვის რეგიონში დასავლეთის მიერ საკუთარი სატრანზიტო შესაძლებლობების გაძლიერებას აქვს უზარმაზარი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური დატვირთვა და მნიშვნელობა. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ანაკლიის სპორტი ეს არის პოტენციურად ძალიან მნიშვნელოვანი გასაღები, იმიტომ რომ
აღმოსავლეთ სანაპიროზე შავი ზღვის ფაქტიურად ღრმაწყლოვანი პორტის შესაძლებლობები არ არსებობს და ამის გარეშე შავი ზღვის რეგიონის მთლიანად აი ამ ასე ვთქვათ სატრანზიტო შესაძლებლობის ათვისება უბრალოდ ტექნიკურ დონეზე იქნება ძალიან შეზღუდული თუ არა შეუძლებელი. ამიტომ ევროკავშირისთვისაც და ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც ღრმაწყლოვანი პორტი ანაგლიაში არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანა. რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის პორტის ასე ვთქვათ, ვინ იქნება ამ პორტში წარმოდგენილი, იმიტომ რომ სტრატეგიული აქტივი, ვინ აკონტროლებს ამ სტრატეგიულ აქტივს, ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამიტომ ის რომ ამერიკის მით უმეტეს დღევანდელი ადმინისტრაციისთვის იმ გარემოში, რომელშიც ისინი დღეს ოპერირებენ ჩვენს რეგიონში, სატრანზიტო შესაძლებლობები არის პრიორიტეტი, ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ, მათ შორის ჩვენი მეზობლების ამერიკის თანამონაწილეობით დადებულ, ასე ვთქვათ, ახალ რაღაცა სატრანზიტო არა მხოლოდ გზაზე, არამედ კონცეფციაზე, რომელიც შეიქმნა ტრამპის თანამონაწილეობით აზერბაიჯანს და სომხეთს შორის. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ და ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის მხარისთვის ეს არის საინტერესო და მნიშვნელოვანი. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვისაც, იმიტომ რომ ჩვენ თუ ვექნება ჩვენ რაც უფრო მეტი, ასე ვთქვათ, სტრატეგიული ობიექტი იქნება დასავლეთის თანამონაწილეობით ჩვენს ტერიტორიაზე, მით უფრო მნიშვნელოვანი არის ჩვენი როლი შესაბამისად და მით უფრო დიდი მხარდაჭერის, მით უფრო მეტი თანამშრომლობის, უსაფრთხოების და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის იმედი შეიძლება გქონდეს დასავლეთთან. ეხლა რამდენად უნდა ეს რეჟიმი იგივე მოთამაშეებს ამერიკას, ევროპას ადანაშაულებს, მათ ომის პარტიას უწოდებს, ომის დაწყებაში ადანაშაულებს, ჩემთვის გაუგებარია, ანუ როგორ შეიძლება რომ ერთი ეს რიტორიკა თავსებადი იყოს ანაგლიაში დასავლური ინტერესების შემოსვლასთან და მეორე, რამდენად აქვს ავტონომია ამ რეჟიმს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ესეთ პროექტზე საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთი ამას აუკრძალავს. ამასთან დაკავშირებით მე მაქვს სერიოზული შეკითხვები და ამიტომ გამიჭირდება რომ გითხრათ დღეს ჩემი პირადი მოსაზრება, რითი დასრულდება ბიზინა ივანიშვილის ურთიერთობა ვინმესთან ანაგლის სპორტის საკითხზე. ერთი რასაც შევხედავთ ეს არის რომ უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი ჩვენს ქვეყანას წაართვეს, პორტი რომელიც უკვე აშენებული უნდა ყოფილიყო და უკვე უზარმაზარი ეკონომიკური და უსაფრთხოების ასე ვთქვათ შენატანი უნდა გაეკეთებინა ჩვენს ქვეყანაში, რომ ეს სპორტი არ არსებობს და ეხლაც ბიუჯეტიდან ამოღებულია მისი დაფინანსებისთვის განკუთვნილი თანხები. ანუ ეს ეჩვენებს რომ არანაირი რეალური გეგმა ამ პორტის აშენებასთან დაკავშირებით ამ რეჟიმს ამ ეტაპზე. და საინტერესოა რას უყვებოდნენ ანდრეოს, ჩვენ ნახეთ რომ წაიყვანეს ადგილზეც დაათვალიერა, მან რა ხდება კონკრეტულ პირებთანაც ჰქონდა შეხვედრა უშუალოდ ამ პორტში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით და საინტერესოა რას უყვებოდნენ მას ქართული ოცნების წარმომადგენლები, მაგრამ რასაკვირველია შეერთებულ შტატებში კარგად იციან ქაბატონ საულმე ის ინტერესი, რომელიც აქვს რუსეთს, ხო, რასაკვირველია შავ ზღვაზე და რომელსაც ის ატარებს ამ ქვეყანაში ბიზინა ივანიშვილის ხელით და ის ფრაზაც, რომელიც მან მამუკა ხაზარაძეს უთხრა, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში, ხომ მთლიანად აი ამ პოლიტიკის ერთგვარი განაცხადია, რაც ბიზინა ივანიშვილმა თქვა, მაგრამ აი ამ ეტაპზე თქვენ თქვით, რომ რამდენად აქვს ავტონომია ახლა ბიზინა ივანიშვილს, რომ ამ თემაზე ზოგადად გახსნას მოლაპარაკებები შეერთებული შტატების ან ევროპის წარმომადგენლებთან. ბიზინა ივანიშვილის ინტერესში არის თუ არა ახლა ის რომ შესაძლებელია მისთვის ახლა ძალაუფლების შენარჩუნება და პოსტზე დარჩენა მისი ქართული ოცნების და აი ამ რაღაცა რისკების მოხსნა, სანქციების მოხსნა, ვთქვათ პირდაპირ შეერთებული შტატებიდან იყოს უფრო ღირებული და უფრო მნიშვნელოვანი და მან რაღაცნაირად შეძლოს ლავირება, ასე ვთქვათ, რუსულ ინტერესებსა და ამ საკუთარ ფინანსურ ინტერესებს შორის. ჩემი შეფასება, ჩემი ანალიზი ბიზინა ივანიშვილი როგორ ხედავს საკუთარ თავს ხელით ძალაუფლებაში ჩვენ ქვეყნის მართვისა და ვებში არის, რომ
ის დარჩება ძალაუფლებაში, მანამ სანამ რუსეთს აწყობს მისი აქ ყოფნა. ამიტომ არის, რომ ჩვენ გაგვიუქმეს მაგალითად ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ეს ხო ცალსახაა. საქართველოს უნდა იყოს უკვე საკმაოდ წინ წასული ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პროცესში. მე შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ თუნდაც 2024 წლის ჩატარებული არჩევნები, როგორც ჩატარდა, გაყალბებით და ასე შემდეგ, შესაძლოა არ გამხდარიყო საფუძველი ამ პროცესების შეჩერების ევროკავშირის მხრიდან, რო არა ქართული ოცნების განაცხადი, ქართული ოცნება გამოვიდა და გამოაცხადა წყვეტს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ეხლა რო შევხედოთ ძალაუფლების შენარჩუნების ლოგიკიდან გამომდინარე, რა мотиваცია შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას, რომელიც მართავს ქვეყანას, სადაც 90% მოსახლეობის ამბობს, რომ მას უნდა რომ საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, რა мотиваცია შეიძლება ჰქონდეს მსგავს საზოგადოებრივი განწყობის ფონზე, რომელიმე ხელისუფლებას, ვინც არ უნდა იყოს, რომ საკუთარი ინიციატივით წაართვას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსი, იმიტომ რომ ეს შანსი დღეს გაუქმებულია საქართველოსთვის. სანამ ბიძინა ივანიშვილი მართავს ჩვენს ქვეყანას, საქართველოს ვერასდროს ვერ გამოვა იმ იზოლაციიდან, რომელშიც ის არის დღეს მოქცეული და ჩვენ ეტაპობრივად დავკარგავთ ყველა სიკეთეს, რაც მოვიპოვეთ ევროკავშირში, ჩვენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, დაახლოების ევროკავშირთან მრავალი ათწლეულის მანძილზე მიმდინარე პროცესების შედეგად. ამიტომ აქ ლოგიკურად ერთადერთი პასუხია, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს თავისუფლება მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც შეესაბამება ქართველი ხალხის ინტერესებს. თუნდაც მას უწოდეს და აწყობდეს, ხო? მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ არსებობს წითელი ხაზი, რომელიც მან უნდა დაიცვას რუსეთთან მიმართებაში. როგორც ჩანს, მან ჩათვალა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაუქმება, რამაც საქართველოს პირდაპირ აქცია რეგიონში იმ ფონზე, როდესაც აგერ სომხეთში ხედავთ უზარმაზარი სამიტი იგეგმება აზერბაიჯანში ყოველ მეორე დღეს ევროპული დელეგაციები ჩადის ცენტრალურმა აზიის ქვეყნებმა გააქტიურა თანამშრომლობა ევროკავშირთან. საქართველოს აღმოჩნდა, რომ არის ამ პროცესებში რუსეთის მთავარი საფრთხე რეგიონში, რომელიც დღეს გამოიყენება იმისთვის, რომ რეგიონში დასავლური ინტერესები შევიწროვდეს რუსეთის სასარგებლოდ. ამიტომ აი ამ ძალიან კონკრეტულ საკითხს, რაც შეეხება საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ის დღეს ცხოვრობს ქვეყანაში, რომელიც აღარ არის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთმა ეს აუკრძალა ბიძინა ივანიშვილს. მსგავსად აუკრძალავს ანაკლიის პორტში, ანაკლიის პორტის აშენებას, მე მგონია, რომ ეს პორტი ამიტომაც არ არის დღემდე აშენებული, რომ რუსეთმა აუკრძალა. მე სკეპტიკურად ვუყურებ შესაძლებლობას, რომ ამ ხელისუფლებას ჰქონდეს რაიმე სივრცე ავტონომიური, მსგავსი სტრატეგიული გადაწყვეტილების, ასე ვთქვათ, მიღების დამოუკიდებლად. თუმცა გამოჩნდება, ხო, იმიტომ რომ მე ვიცი რა შემიძლია ცალსახად თქვა, რომ ამერიკული მხარისთვის, ისევე როგორც ევროკავშირისთვის, ანაკლიის პორტი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ნამდვილად არის ის თემა, სადაც ჩვენ შეიძლება გქონდეს მათი მხარდაჭერის და თანამონაწილეობის იმედი, მათ რომ ყავდათ პარტნიორი, რომელიც ისაც იგივე სურს საქართველოს ხელისუფლების სახით და ეს პარტნიორი მათ დღეს არ ყავს და ამიტომ უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში ხელისუფლება, რომ ჩვენ დაუბრუნდეთ ევროკავშირში გაწევრიანების გზას, აშენდეს ანაკლიის პორტი და საქართველოს მოქალაქე მიიღოს ყველა ის სიკეთე, პირველ რიგში მათ შორის მატერიალური, რომელიც ამ ყველაფერს მოაქვს მოქალაქეებისთვის და რომელიც წაართვა ივანიშვილმა საკუთარი პოლიტიკით. ხო, ალბათ ამ შედეგებს ჩვენ დავინახავთ და იმედია უახლოეს მომავალში დავინახავთ, მაგრამ ხო, ჩვენ ვიცით, რომ როცა შეერთებული შტატების ოფიციალური პირები მართავენ ხოლმე დახურულ შეხვედრებს, რა თქმა უნდა, იქედან დეტალები ჟურნალისტებისთვის და საჯაროდ არ არის ცნობილი, მაგრამ თქვენ როგორც გამოცდილ დიპლომატს შეგიძლიათ კარგად ამოიკითხოთ, თუნდაც იმ მარშრუტიდან, სადაც ანდრეული იმყოფებოდა, თუნდაც იმ შეხვედრებიდან, რომელიც მან გამართა და როგორც თქვენ ახსენეთ მას
პოლიტიკურ ოპოზიციასთან ქონდა შეხვედრები და არა, ვთქვათ, ქართული ოცნების სხვა ლიდერებთან, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ აქედანაც შეიძლება ამოკითხვა, რაზე დგას საერთოდ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა, რომ ისინი ამერიკასთან რაიმე ურთიერთობას ალაგებენ, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ეს ყოველ შემთხვევაში არ არის პერსპექტივაში ბიძინა ივანიშვილისთვის, აი ეს რომ გითხრათ მოკლედ და ამის შემდეგ დაგემშვიდობა. პოლიტიკურ კონტაქტებს რაც შეეხება ჩვენ ხედავთ, ხო, აი მათ შორის გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგივე კონგრესის იგივე წევრმა, ვინც მიიწვია, გახსოვს დიდი ჟრიამული ჰქონდათ ადახილი რუსულ საინფორმაციო სანქცირებულ პროპაგანდისტულ არხებს, რომლებიც ქართულზე მაუწყებლობენ, რომ რაღაც მიიწვიეს პოლიტიკური დელეგაცია ვაშინგტონში. ახლა აღმოჩნდა, რომ იგივე კონგრესის წევრმა მიიწვია გუშინ რუსეთის დუმის წევრები, მათ შორის მიწვეულებს შორის იყო ცნობილი საქართველოს მოძულე სლუცკი, რომელიც უბრალოდ მას არ შეუჩერეს დროებით, არ შეუჩერეს სანქციები და ვერ ჩავიდა ვაშინგტონში. ანუ პოლიტიკურ ასე ვთქვათ კონტაქტებს რაც შეეხება, ერთადერთი რაღაცა პოლიტიკური რაც ვნახეთ გაცვლა რაღაც თანამშრომლობის, ეს იყო იგივე პოლიტიკოსებთან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვინც ლობირებენ, შეიძლება ითქვას, ჩვენი ოკუპანტის სახელმწიფოს წარმომადგენლებს და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მოქალაქისთვის ესეც უნდა გასაგები იყოს, ვისთან გვაქვს ჩვენ საქმე, შესაბამისად ქართული ოცნება არის გაგრძელება რუსული პოლიტიკური სისტემის და მათ შეიძლება ითქვას, რომ ემსახურება იგივე კგბ-ს ინფრასტრუქტურა, რაც ემსახურება რუსეთის ინტერესებს, ყველგან იქნება ეს ამერიკაში თუ ევროპაში და იმედი მაქვს, რომ ეს ინფრასტრუქტურა დასუსტდება ძალიან მალე იმ პროცესების ფონზე, რაც მიდის უნგრეთში, რაც მიდის სლოვაკეთში, სხვა შორის, სადაც დაიწყო სამართლებრივი პროცედურები ფაქტიურად მართველი პირის წინააღმდეგ და ამის პარალელურად მიდის პარალელური რეჟიმი, პარალელური ცხოვრება, როდესაც საქართველოს ყველა მოქალაქე, ყველა მეგობარი პოლიტიკოსი ლობირებს ერთადერთ საკითხს. ეს არის ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის აღდგენა და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მე მგონი ნათელია სადგანა საქართველოს მეგობრები და რუსეთის მეგობრების სადგანან ესეც მე მგონი ძალიან თვალხილული უნდა იყოს. კი ბატონო, ძალიან ბევრი ადამიანისთვის